ევროკავშირთან დაკავშირებული მითების გავრცელება რუსული პროპაგანდის კარგად გამოცდილი ხერხია. ვეცდებით გავაქარწყოთ ყველა ის მითი, რის დამტკიცებასაც ევროკავშირის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ. სიუჟეტის თემა ვაჭრობა და ეკონომიკა. მითი. ევროინტეგრაციის პირობებში საქართველოს აეკრძალება რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა. ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკა მიზნად ისახავს გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობას და გაფართოვებას და კონკრეტული ფაქტებზე რო ვისაუბროთ, მაგალითად 2024 წელს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის 800 მილიარდ ევროზე მეტი იყო სავაჭრო ბრუნვა. აი რუსეთსაც რო დავკონკრეტდეთ, მაგალითად 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვამ 14 მილიარდი შეადგინა. შესაბამისად, არანაირი აკრძალვები არ არის და ზოგადად ევროკავშირი არ არის ის გაერთიანება, რომელიც აკრძალვებზე არის ორიენტირებული. ვიდრე უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყებოდა, ყველაზე აქტიური კავშირები ევროკავშირს ჰქონდა რუსეთთან. მეტიც, დღემდე მიუხედავად 19 პაკეტისა სასანქციოსი და ახლა მე-20 სასანქციო პაკეტი მზადდება, ევროპა ხუთეულში შედის რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტიორისა. ევროპა იყო, არის და რჩება ყველაზე სასურველ მყიდველად მსოფლიოში. ეს იქნება კონტინენტთა შორისი გამოხატულებით თუ სახელმწიფოთა შორისი გამოხატულებით. ამიტომ მითი იმის თაობაზე, რომ ევროპა რაღაც ეტაპზე აღარ მისცემს ვინმე საიმე საშუალებას, არის სრული სიცრუე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გრძელდება დღესაც. მითი. ევროკავშირის სტანდარტები გაანადგურებს ადგილობრივ წარმოებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ეს არის ევროკავშირი არის ხარისხის ნიშანი, რომელიც თავისთავად ზრუნავს პროდუქტის ხარისხზე, საბოლოო ჯამში ეს რა თქმა უნდა აისახება მერე ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა პროდუქტს იღებს, როგორ რანაირად და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც მახსენდება არის ის, თუ გახსოვთ თქვენ 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვავდოთ ჩვენ ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით, მაშინ მოხდა ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ რეალურად დავიწყეთ ხარისხიანი ღვინოს გაკეთება და ამ ხარისხიანი ღვინოს ექსპორტს ვახორციელებდით ევროკავშირში. ფაქტიურად ის, რომ ევროკავშირის კარი იხსნება ჩვენთვის შემოდის სტანდარტები, ეს ჩვენ გვაძლიერებს როგორც ქვეყანას და გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანებს გვხდის ამხელა ბაზარზე. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რა ხდება ხოლმე ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში, რა ემართებათ ქვეყნების ეკონომიკებს და აი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, საშუალოდ მაგალითად ინვესტიციების შემოდინება 2-3ჯერ იზრდება, ასევე მნიშვნელოვანია რომ სტაბილიზდება ამ შემთხვევაში ინფლაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის ექსპორტი, ხო? დაახლოებით 50-100%-ით იზრდება ხოლმე ექსპორტი. როდესაც ექსპორტზე ვლაპარაკობთ, აქ პირდაპირი კავშირი აქვს ექსპორტს წარმოებასთან. არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას უწყობს ხელს. შესაბამისად, ეს არის მითი, როდესაც ვამბობთ, რომ ადგილობრივ ეკონომიკას რამე ტიპის პრობლემა შეექმნება პირიქით ჩვენი ეკონომიკა და ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 15-დან 25%-მდე დაჩქარდება. მითი იმის თაობაზე, თითქოს ევროკავშირის სტანდარტები გაანადგურებს ადგილობრივ წარმოებას, ემყარება რუსულ პროპაგანდას, რომელიც ეწინააღმდეგება ბაზრის დივერსიფიცირებას და მისი შორსმიმავალი მიზანია, რომ ჩვენ არაფერი არ ვაწამოოთ ის ძველი ტრადიციული საბჭოთა პროდუქციის გარდა, რომელსაც ყავს ტრადიციული მყიდველი, ანუ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები. ეს არის ტყვილი, რადგან ევროკავშირის სტანდარტების დაწესება ცალსახად გარკვეულწილად აძვირებს წარმოებას, ეს არის ფაქტი, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გაძვირებული პროდუქტიდან გამომდინარე, შენ 3ჯერ კარგი მყიდველი და გადამხდელი გიჩნდება თან ყარ ევროვალუტაში. მითი. მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაუძლებს კონკურენციას და ჩანაცვლდება იმპორტირებული პროდუქციით.
მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ ევროკავშირის პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში პირიქით ჩვენ გაგვეზრდება ხელმისაწვდომობა ფინანსებზე და დიდი ყურადღება მიექცევა პირიქით მცირე მეწარმეების ხელშეწყობას და მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას. მცირე და საშუალო ბიზნესი თუ ესეთი სახით არსებობს, აქამდე განადგურებული და მიწადაყრილი იქნებოდა, იმიტომ რომ თლათ რუსული და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პროდუქციის ამარა ვარ დარჩენილი. ამიტომ რაც მეტი ევროპული პროდუქტი შემოვა, მით უკეთესი და კიდევ ერთი, თუ ევროპული წარმოება სტანდარტებს ანგრევს წარმოების და იქიდან ის შემოვა, ლოგიკა სადღა არის, ანუ წარმოება გაკოტრდება, იმპორტი შეგვჭამს, პროპაგანდაა, სხვა არაფერი. მითი. ევროინტეგრაციის პირობებში სოფლის მეურნეობა გაითელება. სოფლის მეურნეობა ევროპელების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. საერთო 3 მილიარდიანი დახმარებიდან არ მინდა გამომრჩეს რაღაც, მაგრამ ჩემი აზრით და ჩემი ძალიან უხეში დათვლებით 10-12% მოდიოდა სოფლის მეურნეობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, 350-დან 400 მილიონი ევრომდე, ჩემი აზრით შეიძლება ვცდები და ვაჭარბებ, მოდიოდა მარტო სოფლის მეურნეობაზე. ეს თემა თითქოს ევროპისთვის შეიძლება ჩვენ ვიყოთ როგორც რაღაცა ევროპასთან დაახლოება დაკარგოს ქართულმა სოფლის მეურნეობამ პეწი. ჯერ უნდა ვთქვათ ის, რომ დასაკარგის ბევრი არაფერი არ აქვს და სოფლის მეურნეობაზე თუ შეიქმნა დამატებითი მოთხოვნა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შეძენს მოთხოვნას ჩვენს სოფლის მეურნეობას. ანუ რისი თქმა მინდა საბოლოო ჯამში. სოფლის მეურნეობა არათუ გაითელება. საქართველოს ევროპას წარმოუდგენია როგორც ბიო და ნატურალური მეურნეობის ერთ-ერთი 3-4 ქვეყანა, მოდი ესე ვთქვათ. ამიტომ გაჩნდება გაცილებით მეტი საშუალებები და თანხა 350 მილიონი ევრო, რომელიც მე დავასახელე, არ იყო კრედიტი, ეს იყო საჩუქარი და ესეთ საჩუქრებს გასათელად მხოლოდ მითებისა შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა და სადმე თუ გვაქვს შანსი, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ეს არის ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და ხარისხიანი პროდუქტის წარმოება რეალურად იწყება ნაწილობრივ სოფლის მეურნეობის დარგიდან. ევროკავშირში მოთხოვნა არის ხარისხიან პროდუქტზე. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ დავიწყებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას და გადამუშავებას, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის, პირიქით გაგვეხსნება ბაზარი 80 მილიონიან პოპულაციის მქონე ევროკავშირში, სადაც ვიქნებით ბევრად უფრო მიმზიდველები, ვინაიდან ევროკავშირის წევრი, როდესაც ხდები, საგადასახადო სისტემა გაცილებით უფრო მეგობრულია და ეს ძალიან გამოადგება ჩვენ სოფლის მეურნეობის მიმართულებას. რეალურად ჩვენთან სტანდარტები ნამდვილად შესამუშავებელია სურსათის უნებლობის მიმართულებით, იმიტომ რომ რას ვჭამთ ნამდვილად არ ვიცით და გარანტი იმის, რომ ევროკავშირში არის წარმოებული პროდუქტი, ეს გვაძლევს ჩვენ იმის გარანტს მართლა, რომ რაღაცა ხარისხიან პროდუქტს ვიღებთ, მაგრამ ევროკავშირში ინტეგრაცია იმპორტს კი არ გააძლიერებს, არამედ ჩვენ შეგვიქმნის ბაზას იმისთვის, რომ გაცილებით ხარისხიანი პროდუქტი ვაწარმოოთ. მითი. ევროკავშირი გვაიძულებს გადასახადებისა და ფასების ზრდას. ევროკავშირი არასდროს არ გვაიძულებს, კახა ბენდუქიძიდან მოყოლებული და ზოგადად როცა ევროკავშირის თემა გააქტიურდა, ერთადერთი რაშიც ჩვენ ვცდილობდით გადაგვევადებინა გარკვეული გადაწყვეტილებები იყო, ნაკლებ შეხებაში მოსულიყავით ევროპულ ბიუროკრატიასთან. იმის თქმა, რომ ევროკავშირი შემოდის ქვეყანაში და უწესებს თავის რაღაცა ფისკალურ აუცილებელ თემებს, არა, ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული დათქმები, ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კვოტები ისიც ცალკეულ პროდუქციებზე, მაგრამ ის რომ გადასახადები მოიმატებს და რაღაცა, ეს სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია და დაახლოებით ისეთივე მიც წარმოადგენს, როგორც საუბარი მიდიოდა LGBT თემებზე. მოდი ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ევროკავშირი არაფერს არ გვაიძულებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციას
ინტეგრაციას პროცესში არის ის, რომ ძალიან ინდივიდუალურად განიხილავს ყველა ქვეყანას, არსებულ სიტუაციას აფასებს და შესაბამისად გასცემს რაღაცა ტიპის რეკომენდაციებს. ჩვენ არ ვკარგავთ არანაირ დამოუკიდებლობას, დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას გადასახადებთან დაკავშირებით. შესაბამისად ეს არის მითი, რომელიც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. მითი. ევროინტეგრაცია ნიშნავს ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვას. ესეთი ცნება არსებობს, რომ გაზიარებული ეკონომიკური სუვერენიტეტი, რომელიც არის გაცილებით უფრო პოზიტიური ეფექტის მქონე, ვიდრე დაკარგული სუვერენიტეტი, ანუ არ არსებობს ეგეთი გამოცდილება ევროკავშირთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაკარგულ სუვერენიტეტთან, არამედ როდესაც გაზიარებულ სუვერენიტეტზე მიდგება საქმე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ქვეყანას აკლია ამ წუთას იმისთვის, რომ მართლა ჯანსაღად და მდგრადი ეკონომიკა ქონდეს, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რომელსაც რეალურად ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში გაგვეზრდება ეს მიმართულება და მეორე ნაწილი ეს არის, რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოდინება. როგორც წესი, ევროკავშირი და მასში შემავალი ყველა ქვეყანა ეხმარება ერთმანეთს, რომ ეკონომიკურად გაცილებით უფრო მეტად გაძლიერდეს და არა პირიქით. ევროკავშირში შესვლა ნიშნავს ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერებას, რადგან ჩვენ გვიჩნდება წვდომა ისეთ ბაზარზე, რომელსაც ნატრობს ყველა. ჩინეთიდან დაწყებული, დამთავრებული შეერთებული შტატებით. ეს არის ყველაზე მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი დღეს მსოფლიოში. მიუხედავად ცვალებადი მსოფლიოსა, შემდეგი 50-100 წლის განმავლობაში ევროპა დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადამხდელი. ამიტომ ვისაც უნდა ამ ყველაფრისგან დაშორება, ის უბრალოდ ჩემი აზრით მავნებელია თუ პროპაგანდის გამავრცელებელი არა.